დედაქალაქში სამუშაოების სამივე ადგილზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. მოხალისეების და სპეციალური სამსახურების წარმომადგენლების დაცვაზე ექიმებთან ერთად სპეცრაზმელები ზრუნავენ. მოხალისეებმა სტიქიის ზონებში შესვლა დილიდან მხოლოდ სამხედროებისა და შტაბების წარმომადგენელთა ინსტრუქციების შემდეგ შეძლეს. უსაფრთხოების მიზნით მათთვის სავალდებულოა შესაბამისი სამუშაო აღჭურვილობის ტარება. დამეწყრილ ადგილებში, რომლებიც სრულად ჯერ არ გაწმენდილა, მავნე ბაქტერიების გადატანის საფრთხე არსებობს. თვალთათვანადი უნდა გეკეთოს, პირბადეს გვაძლევენ, ასევე გზელი შარვალი, ჩვეულებრივი ბოტები, მაღალი და ასევე სასურველია გზელსახელობიანი ზედა. სანამ არ მოგვეწოდებოდა ხელთათვანი და პირბადები არ შემოგვიშვეს და ახლა უკვე ყველაფერი და მუშაობს. გაწმენდით სამუშაოს ვატარებთ, აი ეს ტერიტორიები არის უნახავი. ანუ არ არის გადაადგილებული და იქნებ რამე ხდება შიგნით, რა ვიცი. სხეულის დაზიანების შემთხვევაში მოხალისეებისთვის შემთხვევის ადგილებზე სამედიცინო პუნქტი გაიხსნა. ყველა ვცდილობთ ნებისმიერ გაკატვის შემთხვევაში აუცილებლად მივმართოთ ექიმს და პირველად დახმარება თუ საჭიროა შრატიც გავიკეთოთ, შესაბამისად ყველანაირად ინფორმირებული არის ხალხი. ეხლა იქ ბევრგან წყალია დაგუბებული, სადაც წყალი გუბდება და ასეთი სიცხეა, რა თქმა უნდა, ბაქტერიების და ვირუსების გავრცელების ალბათობა იმატებს. შლამი ასევე ბევრ ასეთ საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს. დილიდან სვანიძის ქუჩაზე მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორიებზე სპეციალური სკაფანდრებით მუშაობენ მუშებიც, რომლებსაც შლამიდან დახოცილი ცხოველები ამოჰყავთ. ზოოპარკის ტერიტორიაზე მოხალისეებს არ უშვებენ. აქ მხოლოდ სამხედროები და მაშველები მუშაობენ. რა თქმა უნდა, რაღაც გარკვეული საფრთხები არსებობს, მაგრამ როგორ ადაავადების ეს ალბათ აქედან გაყავთ ყოველ შემთხვევაში. ცხოველები კი აქედან გაყავთ, რამოდენად გვიყვება ყოველ შემთხვევაში, როგორ სხვადასხვა მეთოდებით, ასე რომ შემდეგ პოვნის შემდეგ უკვე რა თქმა უნდა რისკები აღარ გადატანა ის სპეციალურ სამარხის ტერიტორიაზე, სადაც ყოველგვარი ნორმების დაცვით ხდება დამარხვალეშების. მეორე დღეა აქტიურად იწმინდება სვანიძის ქუჩაზე მდებარე ხორცპროდუქტების საწარმოც. აქ სტიქიის გამო ტონობით ნედლი და მზახორცი გაფუჭდა. მთელი პროდუქცია გავიტანეთ, თუ განადგურებლები გავანადგურეთ ყველაფერი. უსაფრთხოების მიზნით ვოლიერს გარეთ დარჩენილი ცხოველების გამო სტიქიის ზონებს, სადაც მაშველებთან ერთად მოხალისეებიც მუშაობენ, შეიარაღებული სამხედროები იცავენ.